ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ეხლა იქ რაც უნდა წერონ და იკითხონ, ეხლა იქ ვინ წავედით და დღეს ასეულობით და ათასობით ქართველი ბრძოლას აგრძელებს. რუსული დაბომბვის და რუსული შეტევების ფონზე არავის არავითარი შიში არ ქონიათ ეხლა მათი სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ რაიმე სერიოზული მიდგომა შეუძლებელია ქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა იმის ქვეყნების საზღვრის გადაკვეთაში არ შეგიშლით ეს ხელს ვთქვათ არ იქნება გადაცემული ან ინტერპოლზე ან ასე შემდეგ, მოკლედ რამე ტიპის დისკომფორტ საზღვრების კვეთის დროს არ შეგიძლიათ. ეს წარმოუდგენელია, ხოლო რაც შეეხება რუსეთი და რუსეთის სატელიტ სახელმწიფოებში მოგზაურობა, ესე ვთქვათ, ეხლა ეს არანაირად ჩემს გეგმებში არასდროს არ შედიოდა და ეხლა მას შემდეგ რაც დაემხობა პუტინის რეჟიმი, აიათოლების რეჟიმის შემდგომი უკვე ალბათ რუსეთის ჩამოშლა იქნება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ვთქვათ რუსეთში როგორც სამართლის ექსპერტები, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ექსპერტები შეიძლება უკვე ჩავიდეთ და მაშინ შეიძლება იყოს დაბრკოლება, ეს რა თქმა უნდა. ხუმრობით, ერთადერთი რაც ახლა ამ განაჩენმა გააკეთა არის ის, რომ უკრაინა რუსეთს დაუბრუნდი, პირველი ჩემთან ჩავედი ფოთში, ხო და ახლა იქ გაიშალა სუფრა და მამა ჩემი, ისი მეგობრები, ჩემი მეზობლები, უახლოესი ხალხი აქ არიან და ახლა ხალხია ნაწილი აფხაზეთში ნაუმარი, ნაწილი 2008-ში ნაუმარი და ასე შემდეგ და ყველას აინტერესებს რომ რას ვაკეთებდი ახლა ვიღაცას მოლოდინი აქვს რომ აი ჯაველინით როგორ ავწიე რუსული ტანკი ვიღაცას სტინგერით რომ ერთვენ ჩამოვაგდე და მე უყვები რომ არა ეგეთი არაფერი დრონის ოპერატორი ვიყავი და ისეთი ის კონდათ რომ კაი არა უშავს კაცო იქ აბო იმაში ტყვის ჩამდებით საქმეს აკეთებს რა იმედ გაცრუება შეიტანეთ ოჯახში აი ეს განაჩენი მაგას გამიუმჯობესებს რა, ახმას გამიუმჯობესებს რა. ანუ თქვენ მიუჰაუზენის ისტორიების მოგონება აღარ დაგჭირდება 14 წლიანი მუხლი გაქვთ რუსეთიდან. დოკუმენტი არის ამ ხელ კაი საქმე გააკეთეს რა. კარგია რომ იუმორით უყურებთ ამ საკითხს, თუმცა რას ნიშნავს აი რატომ არის მიზანში ამოღებული საქართველოს ყველა მებრძოლი დრონის ოპერატორი იქნება თუ მართლა რომელიმე სტრინგერის ჩამომგდებელი. ბექა ფაქტია რომ ყურადღებას არ ადუნებენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ვინც არ არის რუსეთის მხარეს და იბრძვის უკრაინის დასახმარებლად, ანუ თავისუფლების და მშვიდობის გადასარჩენად. განსაკუთრებით მტკივნეულია ის მებრძოლები, ვინც უკრაინის მოქალაქეები არ არიან. ყველა ნებისმიერი მოხალისე მისი უშუალო საბრძოლო მოქმედებაში წვლილის მიუხედავად აი რამ ზოგის შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, ზოგის საშუალო, ზოგის ჩემსავით შეიძლება მხოლოდ დრონს აფრენდა და ზვერავდა და რაღაც დრონის ოპერაციებს აკეთებდა, ხო? ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რუსეთისთვის ყველა არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ამ ხელს რუსეთის ამ იმპერიალისტურ აგრესიულ ბოროტ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომ უკრაინას მხარს უჭერენ ნორმალური ადამიანები, უკრაინას მხარს უჭერენ ის ხალხი, ვინც თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან, უკრაინას მხარს უჭერენ ჰუმანური მოსაზრებებით ადამიანები, რომ არ შეიძლება ბოროტებამ გაიმარჯვოს სიკეთის. ამიტომ ხდება ამ განაჩენების გამოტანა და უკვე ქართველებთან დაკავშირებით, ჩვენ ბიჭებთან დაკავშირებით ხო წება არსებობს განაჩენებს, მაგრამ არა მხოლოდ ქართველებთან დაკავშირებით ბრიტანელი მებრძოლის შესახებ იყო ხო ცოტა ხნის წინ ინფორმაცია იყო ამერიკის მოქალაქეებზე ინფორმაცია იყო კანადელებზე ინფორმაცია რომ მათთან მიმართებაშიც მიიღეს ესე დაუსრულებელი გადაწყვეტილებები ძალიან უმტკივნეულია რუსეთისთვის ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვინც უკრაინის და უკრაინელების მხარდამხარ იბრძვის თუმცა ეხლა ჩვენთვის ქართული კონტექსტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის არა ის თქვა დონეცკის და ლუგანსკის თვით გამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლოები რას გადაწყვეტენ ხო სასაცილო ეხლა ის და მათი სასამართლოები ხო რაღაც ეს ცხინვალის უმაღლესი სასამართლო რო თქვა თან რაღაც ეს დაახლოებით საკონსტიტუციო სასამართლოზე რო ვიმსჯელოთ ხო ამ დონეზია ეს იურიდიული თვალსაზრისით მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რა ჩვენ ქვეყანაში ინფილტრირებულია რუსეთის სპეცსამსახურები ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლების უმაღლეს წრეებს ფაქტიურად აკონტროლებენ რუსული სპეცსამსახურები და ეს უარყოფილი არ არის თვითონ ამავე ხელისუფლების მიერ. ღიად საუბრობენ, ხო? აქ არ არის საუბარი მხოლოდ პროპაგანდაზე. საუბარია
მართვის სტილზე გიაც ერთვაძის ისტორია გამახსენდა, რომელიც სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის სხვა მიზეზით, მაგრამ თუ გახსოვთ თქვენ გიაც ერთვაძემ, რომელმაც უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა გადაწყვიტა, მაშინ სწორედ რუსეთის გაცემული ბრძანების თანახმად გახდა რაღაც პატიმრობის ობიექტი და ანუ მსგავსი ტიპის დისკომფორტები თუ შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი და აი ზუსტად აი ჩვენ ქვეყანაში ან ჩვენ გვაქვს პრობლემა ამ ხელისუფლებასთან, რომელმაც გუშინ კანონი მიიღო და ეს ამ კანონის საპასუხოდაც ახლა პირველი ეთერი მათ იმ კანონის მიღების მერე და მინდა თქვა რომ კი არალეგიტიმურები არიან და თუ ეს ჩემი განცხადება აღქმევს არჩენ საზოგადოებაში რომ მინდა საზოგადოებაც ასე ფიქრობდეს, არათუ აღქმა მინდა რომ ქართულმა ხალხმა ამ ქვეყნის უმრავლესობამ ეს დაიჯეროს და შეცვალოს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც დღეს მართვის სადავოებთან არის ამ ქვეყნის. ხო, და პრობლემა არის ჩვენთვის აი ეს კატეგორია, ეს კლანი, რომელიც კლანიც ახლა ერთმანეთში ვერ იყოფს რაღაცას, აი ნახეთ რომ ეს ფარცხალაძის მიმართ რაც არის დაწყებული კამპანია, ხო? ფარცხალაძე ივანიშვილის ერთი მთლიანობა იყო, შემდეგ რაღაც მათ შორის ან ფარცხალაძე გაიზარდა ძალიან, ან რაღაც სხვა გაურკვევლობა მოხდა მათ შორის და დღეს ერთი კლანი მეორე კლანს ებრძვის, მაგრამ ბუნება ხელისუფლებისა, რომ ეს ხელისუფლება წარმომადგენელია რუსული ინტერესების, არ შეცვლიო ამით, შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოში ეს რუსული მმართველობა დასრულდეს. არალეგიტიმური ხელისუფლების ცნობას არ ვაპირებო თქვენ თქვით, როგორც იურისტს მინდა გკითხოთ ამ კანონის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროექტი იყო და ელვის უსწრაფესად მიიღეს ის უფრო სწორედ როგორც კანონი, რამდენად დააჩქარებენ მის აღსრულებასაც. მოყვება თუ არა ამ კანონს პოლიტიკური პატიმრების ახალი სერია? ვიდრე ესენი იქნებიან ძალაუფლების მატარებლები, ბუნებრივია ეს კანონი მოქმედებაში იქნება, ისევე როგორც ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ ადამიანებს, რომ ჩვენ ციხეში ხო ესეა. ისევე როგორც გზის გადაკეტვის გამოიჭერენ ადამიანებს და ციხეში უშვებენ. ჩვენ მყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, ხო? ეხლა ეს მინდოდა მეთქვა დასაწყისში, რომ რას ახსენებელია ხა დნრ-ის და რაღაცა ЛНР-ის გადაწყვეტილებები, როცა საქართველოში პროევროპულ აქციებზე ხალხს იჭერს ხელისუფლება და ციხეში მრავალი წლით ამწყდებს. შესაბამისად, ამ ახალი ნორმების ფარგლებშიც, რომ დაიწყოს ახალი ტალღა ადამიანთა დაჭერის, ეს სრულიად მოსალოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან არასხელსაფრენი საერთაშორისო ვითარებაა ბიძინა ივანიშვილისთვის და დღეს პირიქით ის უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ის ზიანი, რაც ქართულ სახელმწიფოს მიაყენა, ეს ზიანი როგორ აღმოფხვრას, როგორ გაეცალოს მთელ ამ პროცესებს, ამის მიუხედავად მე არ მგონია, რომ მათ კეთილგონიერება ეყოთ და პირიქით მაქსიმალურად კიდევ უფრო რეპრესიულად აამუშავებენ სისტემას, რომელზეც დგანა. ბექა, აი თქვენ გესაუბრებით ახლა და სულ ახალი ამბავი არის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის გმირი პრეზიდენტი დონეცკის ცენტრში. ანუ წარმოიდგინეთ, საომარი ვითარების შუაგულში, ყველაზე კრიტიკულ ზონაში უკრაინის პრეზიდენტი ჩადის და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, პუტინის საქმეც მგონი ძალიან ცუდად არის, თუ ზელენსკი ახლა დონეცკშია. ხო, ეს მე არ ვიცი, ახლა პირველად აი თქვენ გესაუბრებოდით და თან გავრცელდა ინფორმაცია შემდეგ გამოშვებაში. და ამ ინფორმაციას ჩაუჯდები. შემიძლია მოგაწოდოთ ვიდეო, როგორც კი. ეს თუ რეალური ინფორმაციაა, წასულა ხელიდან პუტინი და ესე იგი შეიძლება ისეთი ვითარება მივიღოთ, რომ სამართლებრივი დახმარებისთვის მოგმართონ ჩვენ და უკრაინას ხომ მიმართეს უკვე გალფის ქვეყნებმა დრონებით დასახმარებლად, მოკლედ ისტორიის კატაკლიზმებში გვიწევს ყოფნა. პროიჭერენ და საუბრობენ, რომ მართლმსაჯულება თურმე ამ ქვეყანაშიო არ ყოფილა, თურმე არ ყოფილა. შეიძლება პუტინმაც ახლა ჰააგაში რო წარდგება, შეიძლება თქვას, რომ სამართლიანი სასამართლო მჭირდება. საერთაშორისო სამართალს რო იხმობენ ხოლმე, ესეც მომწონს ძალიან. საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ მოსწონს. ეხლა მე დიდი ექსპერტი არ ვარ სამხედრო საკითხებში კი არა ექსპერტი საერთოდ არ ვარ ამ საკითხებში, მაგრამ ბოლო პერიოდში უკრაინის კონტრშეტევა ძალიან აქტიური იყო და რუსების დემორალიზაცია ფრონტზე აშკარად იგრძნობოდა. არათუ რაიმე წინსვლა
პირიქით ტერიტორიებს ტოვებდნენ დაახლოებით 23-მდე დასახლებული პუნქტი უახლოეს დღეებში, სულ ერთი კვირის ფარგლებში გაათავისუფლა უკრაინამ და აიათოლებს რაც დამართა თავისუფალმა სამყარომ ეს კიდევ უფრო დიდ დემორალიზაციას გამოიწვევდა რუსეთის მმართველ წრეებში და ასევე რუსულ ჯარში. თუ შესაძლებელია აიათოლა ერთ დღეში დასრულდეს და დასრულდა, ხო? როგორც არ უნდა იძახონ ახლა რომ მოწამეობრივად შეეწირავ ხა პროირანელებმა და პრორუსებმა საქართველოს შესაძლოა ძალიან ჯერ ვერ ვიტყვით რომ დასრულდა ხანგრძლივი გზა, მაგრამ იმედია დროის საკითხია მხოლოდ. აიათოლა დასრულდა. ეხლა უბრალოდ საკითხია ძალაუფლების ვაკუუმს ვინ შეავსებს, თორემ ის რეჟიმი ხამენეი დასრულდა, შეიძლება მისი მემკვიდრე გახდეს. აიათოლები ჯერ კიდევ არიან ქვეყანაში. აიათოლა წოდება. აიათოლა როგორც რელიგიური სუბიექტი დემოკრატიულ საზოგადოებაშიც გააგრძელებს თუ ის ჩამოყალიბდა დემოკრატიული მმართველობა არსებობს, იმიტომ რომ ეს მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტია, ხო, აიათოლის თვითონ აიათებით და ყურანის მოკლედ მან დრო არ წავით, მაგრამ აიათოლების მმართველობა იქ დასრულებულია. უბრალოდ ამის გაფორმების აი ორ თვეში ნახავთ როგორ გაფორმდება ამას, ხო რუსეთი ძალიან კარგად ხედავს. რუსული ჯარი ხო ხედავს, რუსეთის ელიტები ხო ხედავენ. შეუძლებელია ამან დომინოს ეფექტით არ იმუშაოს რუსეთის წინააღმდეგ და ზელენსკი თუ უკვე დონეცკშია, არ იმუშაოს კი არა მომავალ ფორმაში კი არა, უკვე დაუწყია ამას მუშაობა და ეს იქნება უდიდესი გარღვევა. კი ბატონო, ბექა ძალიან დიდი მადლობა ამ დაგემშვიდობებით. რა თქმა უნდა